სამლებით ქრისტეს მიერ სიყვარულით, მეგობრებო, მე და გეგა ხვედელიძე. მშვიდობა მოგცეთ, გაგაძლიეროთ ღმერთმა, ჩვენა ისევ ერთად ვართ, ისევ თქვენთანა ვართ. დაგესაქმებით სიხარულით, ნებისმიერ აკადემიურ სფეროში, როგორც თქვენ ინებებთ, ისე მოვიქცეთ, ისე გავაკეთოთ. მე მინდა საუბარი დავიწყო დიდი იაკობ გოგებაშვილის ხსენებით და გითხრათ, აი ახლა 185 წელი შესრულდა მისი დაბადებიდან და 1912 წელს გარდაიცვალა რა მას შემდეგ არც ერთმა თუ ვერც ერთმა მთავრობამ თუ ძლიერმა ამა ქვეყნისამ საქართველოში ვერ არ დადგა იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. ეს პირდაპირი გაგებით. დგას რამდენიმე მონუმენტი გორში, ვარიანში, ზუგდიდში, ძალიან დიდი მადლობა ზუგდიდელებს, თბილისში, ასე შემდეგ, უამრავ თელავში, მაგრამ არსად ძეგლი. ეს ახლა პირდაპირი გაგებითაც რომ ძეგლი მაინც სხვა დატვირთვა, სხვა ღონისძიება, ბავშვებს უხარიათ, იკრიბებიან, ღონისძიებები ტარდება, ეს ძეგლი არა მარტო ძეგლია, არამედ შესაბამისად იქვე რაღაც ანსამბლი იქნება მისი მაგალითისათვის ბარელიეფები რო იქნება, სკვერი რო იქნება ღონისძიებისთვის, ასე შემდეგ და ვერც და არც შესაბამისი ძეგლი არ დაუდგა არც სახელმწიფომ, არც აკადემიამ, არც უნივერსიტეტმა თუ სკოლამ თუ ასე შემდეგ ამ ადამიანს და შევთანხმდეთ რომ დაუფასებელია ეს ადამიანი. გეგა, მე ესე ვფიქრობ, აი დაუფასებელია ეს უდიდესი ღვაწლმოსილი ადამიანი და თვითონ აკაკი წერეთელი ამბობს რომ ჩემი და ილია ჭავჭავაძის ღვაწლიო რა მოსატანია იმასთან რაც იაკობ გოგებაშვილმა დადო ქართველი ერის წინაშეო და დახეული ფეხსაცმელებით ჩავიდა ეს ადამიანი სამარეში, დახეული ფეხსაცმელებით და თავს უფლება არ მისცა, რომ შესაბამისად იმ მატერიალური შემოსავლისა ეცხოვრა და აი ესეთი გადმოცემა არსებობს, რომ ახალ თავს უფლება მისცა 1900-იანი წლების შუაში ბოლოსკენ, რომ იყიდა ახალი ეგრეთ წოდებული ბრჭყალებში ბატინკები, როგორც ეწერა, ისე წავიკითხე მე და რო გაიარა გოლოვინის გამზირზე. კარგია ახალი ფეხსაცმელები, კარგია ახალი ბატინკები, ხალხი დასინოდა და იმ ერთ დღეს ეცვა და მეორე დღეს გაიხადა და გააჩუქა. წარმოგიდგენიათ და მე მინდა გითხრათ, რომ იაკობ გოგებაშვილი შეიძლება ძალიან ბევრისთვის უცხოც იყოს ახლა. იაკობ გოგებაშვილი ძალიან დიდი ისტორიკოსია. იაკობ გოგებაშვილი გეოგრაფიის სწავლების ფუძემდებელია საქართველოში. იაკობ გოგებაშვილი დიდი ჰუმანისტია, იაკობ გოგებაშვილი დიდი მწერალია, იაკობ გოგებაშვილი დიდი მოღვაწეა, ასე შემდეგ და აი ეს მისი ისტორიული ღვაწლი, საღვთო ისტორია აქვს დაწერილი, საოცარი წიგნი, საოცარი სითბოთი, საოცარი სიყვარული და ეს შესაბამისად მისი ისტორიკოსობა და მისი გეოგრაფობა და აი ესეთი საწყისი არის სრულიად უგულებელყოფელი და ეს იყო დიდი გუნდი. ეს მარტო აი ცხადია არ იქნებოდა და ვერ იქნებოდა მარტო. მე მინდა ჩამოგითვალოთ უდიდესი იმ ეპოქის ისტორიკოსები და გეტყვით საით მიმყავს ახლა ეს საუბარი. იაკობ გოგებაშვილი, დიმიტრი ბაქრაძე, გრანდიოზული ადამიანი, ქართველი ერის წინაშე, სასწაული ღვაწლის მქონე ადამიანი, ალექსანდრე ხახანაშვილი, თავისუფალი ადამიანი, საოცარი მწერალი, საოცარი ისტორიკოსი. თვითონ ილია ჭავჭავაძე ხო 20 სფეროს გენიოსია და 20 დარგის გენიოსია. ალექსანდრე ხახანაშვილი ვახსენე უკვე. აი ესეთი გამახსენდება მომიტევეთ ახლა რამდენიმე დიდი ადამიანი, მოსე ჯანაშვილი წარმოიდგინეთ და ძალიან ბევრი ადამიანი ქმნიდნენ საისტორიო გუნდს საქართველოში და ყველა მათი ღვაწლი, წიგნი იწყებოდა შესაბამისად ღმერთის დიდებიდან და შესაბამისად იქიდან რომ ჩვენ ვიყავით ადამიანის თამომავალი და ღვთისმიერი ერი და ღვთისგანშობილი ერი და მთელ კაცობრიობაზეა საუბარი და იმ ეპოქაში რო გამოდიოდა იგივე 1904 წელს ექვთი მეთაყაიშვილის რედაქტორობით რო გამოვიდა ქართლის ცხოვრება დასაბამიდან იწყება მისი შინაარსი, ადამი და ევადან იწყება მისი შინაარსი და მოგეხსენებათ რა მნიშვნელოვანია ეს ახლა ცხადია არავინ არ ამბობს რომ ქართველთა ცხოვრება და ადამი და ევა რო ქართველები არიან, მაგრამ წარღვნის მერე რო ქართველები არიან და აი გეგას შექმნილი ტერმინი როა მოგონილი და წარმოდგენილი ტერმინი როა ფუძეერი
ფუძე ენასთან და ფუძე ქვეყანასთან ერთად. აი მერში ხო უკვე პრაქტიკულად ვხედავთ საკუთარ თავს, უდიდეს კავშირებს. და აი ჩვენ მე მაგალითისათვის ვიტყოდი ამაყი ვარ ამეთი და გეგა და რამდენიმე კიდე წარმოგიდგენთ ამ ადამიანებსაც უახლოეს დღეებში. ჩვენ ვართ აი იმ საისტორიო გუნდის შვილები და შთამომავლანი და მიმდევარნი, გამიგეთ? აი ესე ვკადნიერდები ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე იმ გუნდს მივაკუთვნებ საკუთარ თავს. ამ გუნდს აკუთვნებს საკუთარ თავს მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. პავლე ინგოროყვა დამავიწყდა, რომელიც დისიდენტად შეიძლება ითქვათ იყო მიჩნეული და მიღებული და მთელი თავისი ცხოვრება ხო ბრძოლაში გაატარა და შესაბამისად აი ბოლო წლები დისიდენტი იყო და ხან შინაპატიმრობაც კი ჰქონდა და თქვენ გეცოდინებათ რომ პავლე ინგოროყვას ძალიან ბევრი ნაშრომი დღესაც გამოუქვეყნებელია, წარმოგიდგენია და არც იგი არ არის შესაბამისად დაფასებული. ნუ ეხლა ეს სამწუხარო ფაქტია და მომენტია და მერე ილია ჭავჭავაძემ გაიმარჯვა, დაწერა რა ქვათაღაღადი და სხვადასხვა პუბლიცისტური ნაწარმოებები და ასე შემდეგ. გაიმარჯვა შეიძლება ითქვას და ქართველთა ცნობიერება ზუსტად ამ საისტორიო წერეებისგან იყო. მე-19 საუკუნემდე ილია ჭავჭავაძისა და მისი გუნდის საისტორიო სწავლობა იყო ადამიანთა გონებაში, ქართველთა გონებაში შემოსული და მე ილია ჭავჭავაძე რომ მოგვიკლა იმ ეპოქამ მოდით ასე ვთქვათ და ძალიან ბევრმა კონკრეტულადაც ვიცით ვინ იყო და რა იყო მისი მკვლელი. შესაბამისად მე ისევ თავი იჩინა იმ იმპერიულმა აი პეტერბურგში კავკასიოლოგიის კათედრაზე შექმნილმა ხერხემალმა ამაზე ძალიან ბევრი გვისაუბრია და დღესაც აი გამარჯვებულია ის სკოლა, კარგად გამიგეთ და აი ახლა პირდაპირ გეტყვით რამე ძალიან მწუხვარ რა თქმა უნდა ეს ძალიან რთული დასარეგულირებელია, მაგრამ რა ხდება იცი გეგა? წარმოიდგინე აი მაგალითისათვის ისეთი პერიოდია, ისეთი ეპოქაა რა, კონკრეტულ რაღაცას გეტყვი რომ შედის მაგალითისათვის ლექციაზე პროფესორი, რომელმაც შეიძლება მოგხიბლოს რა თავისი ცოდნით, მაგალითად კიბერნეტიკაში, ან ფიზიკაში, ან ბიოლოგიაში, ან ქიმიაში და მერე საიდანღაც ახლა ყველაფერი ხო სამყაროს უკავშირდება, სამყარო ხო ყველანაირად ღმერთს უკავშირდება და განაცხადებს ბოლოს რომ იცი რა, ბიბლია შენი ზღაპრული კონცეფტია. მერე იტყვის რომ ეს აბსურდია, მერე ევოლუციონისტობაზე და მერე ეს ბავშვი დაბნეულია, კარგად გამიგეთ და ის მაინც ვთქვათ ახლა ობიექტურად რომ თუ მაგალითისათვის მას ქრისტეს ღვთიურობა და დამბადებლის ღმერთის ღვთიურობა არ წამს, ბიბლიაში გეოგრაფია მაინც დაინახოს კაცო. ისტორია მაინც დაინახოს. ესოდენ უძველი წიგნის სხვადასხვა ფასეულობები მაინც დაინახოს და ჩვენ აი დავინახეთ ესა, კარგად გამიგეთ. კიდე ერთხელ მინდა ეს რეზიუმესავით გავაკეთო და მე გეგა გააგრძელებ, ჩვენ ახალი აღმოჩენებით მოვედით. აი გეგამ ძალიან გამახარა, გამაბედნიერა შეიძლება ითქვას თავისი სიახლით, თავისი კვლევით ერთ-ერთ სფეროში და წარმოგიდგენდა. მოდით აი შევქმნათ ესეთი პატარა გუნდი, საზოგადოება, ჯერ 5 კაცმა, მერე 25-მა, მერე იქნებ 250-მა და დავარქვათ ამ საზოგადოებას ძეგლი იაკობ გოგებაშვილს. ან იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. ხდებით ხო რის თქმა მინდა და აი მოდით ესე ჯერ რაღაც დონეზე ამ ადამიანს სიმბოლური ძეგლი დავუდგათ და მერე იქნებ ეს გარდა იქნეს მატერიალურში და სადმე რომელიმე სკოლაში ან რომელიმე უნივერსიტეტში, რომელიმე ბაღში, თუნდაც კერძო ტერიტორიაზე დავდგათ იაკობ გოგებაშვილის ძეგლი. და ავაღორძინოთ აი სკოლა, საისტორიო სკოლა, შესაბამისად არის უამრავი მასალებია, ზოგი ისია მეჩქმალური რომ ვერც წარმოიდგენ და მე ეჭვიან მეპარება რომ ძალიან ბევრ ადამიანს გაუკვირდა რომ ვთქვი რომ იაკობ გოგებაშვილი დიდი ისტორიკოსია. რომ ილია ჭავჭავაძეს ესეთი მოცემულობები აქვს შესაბამისად ისტორიისა. აი ნახეთ ახლა კიდე ერთხელ ვუბრუნდებით ჩვენს წარმომავლობას, ჩვენს ფესვებს, აი ამ ფუძერის საცხოვრის, მე აი გეგას მერე კიდე ერთხელ წარმოგიდგენთ ამ რუკას უკვე დეტალურად, ჩვენ შევთანხმდით რომ აი ამ საზღვრებში, ესე იგი სადღაც ტრაპეზუნთა, კერასუნთიდან ხმელთაშუა ზღვამდე მერე ურმიის ტბის სამხრეთით, აქ ორეთის მთა არის, აქ ორეთის ზღვა არის, მოგეხსენება და აი აქ სადღაც სევანის მაღლა და კასპიამდე, საქართველოს, ანუ დიდი კავკასიონის ქვემოთ, იყო ფუძეერის ქვეყანა, ფუძე ქვეყანა, ფუძე ენაზე მოსაუბრე ადამიანები, ჯერ ბაბილონამდე
და მერე ბაბილონის შემდეგ სანამ უკან დაბრუნება არ დაიწყეს ზოგმა ველურებმა, ზოგმა გადამთიელებმა, ზოგმა მილიტარისტებმა და ასე შემდეგ და ესეც უკვე დადგენადია და მე და გეგა გავბედავთ და შევქმნით ამ წიგნს და ეხლა ამ წიგნის ერთი პარაგრაფი გეგას ჩემს მეგობარს, ჩემს თანამებრძოლს ძალიან დიდი მადლობა გეგასგან იქნება წარმოდგენილი. ძალიან მოკლედ ორი სიტყვა ფუძეერის რაობაზე და დავიწყოთ უკვე ფუძეერის შეიძლება ითქვას აქ დარჩენის და სხვების წასვლის ეპოქიდან. შემოგევლოს ჩემი თავი. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით ჩვენს მსმენელს, ჩვენს მაყურებელს. ეხლა საერთოდ ჩვენ ნუგზარმას თქვა საქართველოს ისტორია რომ გაყალბებულია ამაზე უწმინდესმა პატრიარქმა ისაუბრა 2012 წელს საშობო ეპისტოლეში და მაშინვე დაიწყო ამაზე საუბარი, რაღაც გარკვეული შიდა ქმედებები იყო. არა მარტო დიდი ბოდიში, არა მარტო ეპისტოლეში. განკარგულებები აქვს ამაზე გამოცემული. შეიქმნა რეალური ისტორიის დამდგენილებები კომისია და ასე შემდეგ. ხო, სხვადასხვა ერთი 5 ეგუჯერაა მიტროპოლიტი არანია ჯაფარიძე ძალიან დიდი ძალისხმევა ამაში ჩაიდო და სხვა ღირსეული საზოგადო და სასულიერო მოღვაწეებისა, რომლებიც ძალისაებრ ცდილობენ ამ საკითხებზე, ესე იგი იმუშაონ რა. მამა ანდრია მაგალითად დათეიშვილი, ხო, რომელიც ასევე რაღაც გარკვეულ ძალისხმევას წევს, რომ რაღაცები აღმოაჩინოს, რაღაცები იკვლიოს და არის კიდე სხვა სამღვდელოებაშიც არის და საერო პირებშიც, ვინც ამ ყველაფერს, მაგრამ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ როგორც აი ჭაობი და წყალი ესე გამფენილია და არ აქვს კონკრეტული მიმართულება ამას მიცემული, ყველა რაღაცას იკვლევს, ყველა რაღაცას ეძებს, მაგრამ ერთი არხი ჭირდება ამას, რომ ამ გამფენილი ენერგიის კონცენტრაცია მოხდეს და ერთი მიმართულებით გაშლა, რომ ჩვენი კვლევები და ჩვენი აღმოჩენები შევაჯამოთ, შევაერთოთ ურთიერთ დიალოგის პრინციპით რაღაც საერთო დასკვნებამდე მივიდეთ და ეს ყველაფერი რაც თავარია საზოგადოებამდე მივიტანოთ და ამისთვის საჭიროა ხელისუფლების დაინტერესებაც იყოს და არა მხოლოდ ეკლესიის ძალისხმევა. აი პატრიარქი ამბობდა ქართული იდეა რო განხორციელდესო, უნდა გაერთიანდეს ეკლესიის, სახელმწიფოს და საზოგადოების ძალისხმევაო. ანუ იმისათვის რომ ჩვენ რაღაცა ერთობლივი ძალებით ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის შევძლოთ, საჭიროა ჩვენი ძალების კონცენტრაცია და საერთო მიზანდასახული ბრძოლა და აქტივობა და ამას სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებთ ხოლმე და ბევრი ხელისშემშლელი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები იჩენს ხოლმე თავს. რის გამოც ეს მტრული არაკეთილი ძალები, რომლებიც ფაქტიურად ეშმაკის საქმეს ასრულებენ, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან რომ მაიმუნის შთამომავლები ხართო, აი ამდაგვარი იდეოლოგები მერე თავის გავლენას, ასე ვთქვათ, აფართოებენ, ზრდიან ქვეყანაში და საზოგადოებაზე გავლენას ახდენენ ესეთი ადამიანები. ხა ზოგიერთი ამბობს რომ მაიმუნი ხარ, ზოგიერთი ამბობს რომ უცხო პლანეტელი ხარ და რა ვიცი, ყველაფერს იძახიან, რაც ეწინააღმდეგება და გმობს წმინდა წერილს და ბიბლიას. და წმინდა წერილის და ბიბლიის გმობა ამ ქვეყნადვე სასჯელს იმსახურებს და მარადისობაში კიდე სულის წამწმენელია, ეს კარგად მოგეხსენებათ. ამისათვის საჭიროა რომ რაც არის ქრისტიანი მართლმადიდებელი ერისთვის წმინდა წერილი და წმინდა სწავლება და გარდამოცემა, აი ამას დაფუძნებით შევქმნათ ჩვენ ყველაფერი. მათ შორის ისტორიოგრაფიაც წმინდა წერილიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელოთ იმ დათარიღებებით, იმ ჩარჩოებით, იმ საზღვრებით, რასაც ჩვენი ღვთის სიტყვა გავალდებულებს რა. აი აქედან გამომდინარე ჩვენ მქონდა საუბარი და მიმოხილვა და ეს ტერმინი მე შემოვიღე, ასე ვთქვათ, ნუგზარმა თქვა რომ გეგას ტერმინია, ნუ ეს ასე ვთქვათ ერთობლივი საუბრების შედეგად უბრალოდ მე თვითონ სიტყვა დამებადა თავში და აზრად ღვთისყალობით რომ ესე იგი თუ არსებობს ფუძე ერი, თუ არსებობს ფუძე ენა, ხო და ამ ფუძე ენაზე მთანხდება მთელი კაცობრიობა, რომ ფუძე ენას უწოდებენ, ეხლა გადაცემაც იყო ევროპელმა მეცნიერებმა ჩაატარეს, რომ არისო ფუძე ენა, რომელიც იყო გოდოლამდელი ენა და ეს გოდოლამდელი ენა მივიდნენ დასკვნამდე, რომ ქართულთან არის ყველაზე მეტად ახლოს, ანუ მისი მემკვიდრე დღეს არის ქართული ენა. აღდგენილი ბაბილონამდელი ენა არის ქართულის წინაპარი. ხო და აი ამას როდესაც ახლა ამბობენ რომ გვაქვს ფუძე ენა,
ბიბლიაში პირდაპირ არის მოცემული, რომ ერთ ენაზე მეტყველი კაცობრიობა იყო ერთპირი. ერთი ხალხი იყო. გოდოლამდე ადამიანები არ იყვნენ დაყოფილი ენება და ერებად. ჩვენ ამაზე წინა გადაცემებშიც ვისაუბრეთ. და ის, რომ არარატის, ანუ იგივე კარდუს მთასთან მისულმა ხალხმა, ნოემ და მისმა ოჯახმა მოახდინა გამფენა ერთ გეოგრაფიულ არეალში, რაზეც ნუგზარი შემდგომ უფრო დეტალურად ისაუბრებს ეს რა არეალს მოიცავდა. აი ეს ფუძერის საცხოვრისი, ეს ფუძე ენაზე მეტყველი, ერთპირი და ერთ ენაზე მეტყველი კაცობრიობა, რაც წერია წმინდა წერილში, ბაბილონის გოდოლში წასვლამდე წარმოადგენდა ერთ ხალხს, ერთ საზოგადოებას და როდესაც საზოგადოება ერთად ცხოვრობს, ბუნებრივია, რომ მათ გააჩნიათ ურთიერთობის საერთო ნიშან-თვისებების, გააჩნიათ სოციალური გამოვლინებების ერთგვაროვანი იდენტობის წყაროები, რაც თანამედროვე სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებებში ეროვნულ იდენტობის წყაროებად კვალიფიცირდება და აი სწორედ ასე განსაზღვრავენ თანამედროვე ნაციონალიზმის მკვლევარები ერებს, რომ ქართველებს, ბერძნებს, რუსებს, სომხებს და ასე შემდეგ გააჩნიათ თავისი ფსიქოსოციალური გარდა გენეტიკური წარმომავლობისა არსებობენ ერები, რომელსაც გენეტიკური ერთგვაროვნება საერთოდ არ გააჩნიათ, მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა. ის არ არის ერთგვაროვანი გენეტიკური მოცემულობის მქონე ერი, მაგრამ მათ გააჩნიათ ფსიქოსოციალური ისეთი იდენტობა, რომ ის უკვე თავს თვითიდენტიფიკაციას უკეთებს როგორც ნაცია. და ასეთი ერები უამრავია დედამიწაზე, რომელიც შედგა სხვადასხვა ეთნოსთა და სხვადასხვა კულტურათა შერწყმით და შემდეგ შვა ახალი კულტურული ფენომენი და ჩამოყალიბდა ერად, ნაციად. და ქართველი ერი აბორიგენი ერია, რომელიც დასაბამიდან, ანუ ბიბლიურად არარატის მთაზე დასახლებული კაცობრიობა, ნოე და მისი ოჯახობა, სადაც განსახლდა და სადაც განეფინა, შემდეგ არსად არ წასულა და აქედან გამომდინარე, ჩვენ ფუძე ერი, როდესაც გამსაზღვრეთ, ისიც დავურთეთ, რომ ფუძე ერის ერთადერთი ცოცხალი მემკვიდრე და შთამომავალი დღეს კაცობრიობის ისტორიაში, ვინც დედამიწაზე ხილულად არის წარმოუდგენელი, არის სწორედ ქართველი ერი და საქართველო. აი, ზვიად გამსახურდია, მაგალითად, საქართველოს სულიერი მისია რომ აქვს. წიგნი წერდა, რომ კავკასიონზე მოხდაო პრომეთეს მიჯაჭვაო ამირანის იგივე და ამას უკავშირებდა იმ, ესე იგი, იბერიულ რასას, ასე ვთქვათ, იმ მოდგმას, რომელიც გამფენილი იყო პირინეიდან ინდოეთამდეო რა. გარკვეული სიმბოლური ასპექტები ჩვენ შეგვიძლია რომ სწორედ ის ფუძე ერთან დავაკავშიროთ, რომ ეს ფუძე ერია სწორედ დღეს ლოკალიზებული და მიჯაჭვული მხოლოდ საქართველოს ტერიტორიას. იმ წარმომავლობის ხალხი, იმ გენეტიკური მოცემულობის ხალხი, რომელიც აქ დასახლდა და სამივე სემის, ქამისა და იაფეტის და მათი ოჯახების შერევითა და კონსოლიდაციით ჩამოყალიბდა ერად და ნაციად. აქვე იმასაც დაუსძენ, რომ ჩვენ ერში ბაბილონის გოდოლის შემდეგ წარმოშობილ ერთა გარკვეული შემოდინებებიც არსებობდა ისტორიათა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ძველი ერი ვართ, ხო, ბუნებრივია და დიდი ცივილიზაცია ვართ. ამიტომ როგორც ყველა ერი ჩვენს შერეული გენეტიკური მოცემულობა გვაქვს, მაგრამ ფუნდამენტი ბირთვი ამ ერისა, ქართველი ერისა, სწორედ არის ის ფუძე ერი, ის ფუძე ხალხი, რომელმაც არსად არ წავიდა გოდოლის შემდეგ, დარჩა და აქ გამრავლა და აქ შექმნა კულტურა და ცივილიზაცია. შესაბამისად, როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე მოცემული კულტურული მემკვიდრეობა და სხვა, რაზეც გარკვეულ ერებსა და ენებს, გარკვეულ ხალხებს, გარკვეულ ძალებს აქვთ პრეტენზია სოფლიოში და ამ რეგიონშიც. ჩვენ თამამად აი სწორედ ამითი შეგვიძლია ერთ-ერთი სარგებელი, რაც სწორედ აი ამ ბიბლიური ისტორიის კვლევას გარდა სულიერი თვალსაზრისისა ექნება ჩვენთვის, არის ის, რომ ამითი ჩვენ გვექმნება სათქმელი, რომ ჩვენ არსად არ წავსულვართ, არსაიდან არ მოვსულვართ. დასაბამიდან აქ ვიყავი და ბუნებრივად ვართ მემკვიდრე იმ ყოველივესი, რაც ამ არეალზე არსებობს და რაც ამ არეალს მოიცავს. მადლობა ღმერთს. აქედან გამომდინარე. დაბედნიერებაა რა. და შესაბამისად, ვერავინ ჩვენ ვერც ერთი ახლა მე კონკრეტული ერებისა და ქვეყნების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით და ვგრძნობთ, ვიზეთს ვსაუბრობთ. არ აქვს არანაირი მორალური უფლება, რომ ჩვენ რაღაცაზე გვედავონ. იმიტომ, რომ მემკვიდრე ამ ყოველივესი დასაბამიდან ვართ ჩვენ. აქ ვიყავით, შემდეგ გარკვეული ლოკალიზება მოხდა ისევ მათივე მოწოლითა და მათივე ძალმომრეობით, მაგრამ ფუძე იყო ჩვენი. შესაბამისად, მემკვიდრე და პრეტენზიის მქონე თუ კი ვინმე აქ შეიძლება იყოს, ვართ ჩვენ ქართველები.
ეს არის ლოგიკა და ეს არის ჭეშმარიტება რა. ღვთისწყალობა, ხილული ღვთისწყალობა. ხილული ღვთისწყალობაა, დიდება და მადლობა ღმერთს და ეს ყოველივე კიდე წილხვედრია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა და ღვთისმშობელი აუცილებლად ჩვენ გვწევს რომ გაერთიანებს ჩვენ სამშობლოს იმ საზღვრებში, რაც ჩვენია. შენგენაცვალე გაგაძლიეროს ღმერთმა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა აი ამ ფორმულისათვის. და მე ყველას მინდა გთხოვოთ, კარგად გამიგეთ ახლა რა უფლება მაქვს და მე პაწაწინა მღილი ვარ, რომ თქვენ ნებისმიერ ადამიანს გთხოვოთ ბიბლიის წაკითხვა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ბიბლია როგორც გეოგრაფიული წყარო, რა თქმა უნდა, როგორც გეოგრაფიული წყარო, კარგად გამიგეთ და ძალსახადასია. შესაბამისად აი ახლა უმნიშვნელოვანესი რამე, კარგად აი ამ ფუძე ერს თვითონ როგორ მოიხსენიებს ეს თავის თავს ეს ფუძე ერი უკვე წარმოდგენადია, უკვე პოვნადია. აი დიდი მადლობა ღმერთს რომ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ და წყაროები წამოვიდა და წამოვიდა, არსებობს მრავალეროვანი ბიბლიები და ჩვენ გვაქვს ესეთი შეხედულება, რასაც აი გვიმაგრებს შესაბამისად აი ამ შეხედულებას უამრავი წყარო, უამრავი ცოდნა და მათ შორის პირველ რიგში ბიბლია. ბიბლია ახლა კარგად გამიგეთ, ის ადამიანი ადრეც ვთქვი და ნები ყველა გადაცემაზე ვიტყვი რომ ვინც ბიბლიას პატივს არ ცემს, როგორც საისტორიო წყაროს მაინც, არამც თუ როგორც საღვთისმეტყველო და დილეტანტია შეიძლება. კარგად გამიგეთ, იმან რაღაც დონეზე თავი დაგვანებოს, აი დაგვანებოს თავი რა ჩვენი სფერო გვაქვს. ობიექტურ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება და შეუძლებელია ადამიანთან საუბარი, როდესაც ის ეწინააღმდეგება ობიექტურ ჭეშმარიტებას. ეხლა როდესაც ჩვენ ისტორიკოსებთან ვკამათობთ, რომლებიც მილიარდობით საუკუნეებზე და წლებზე გვესაუბრებიან, ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია მათთან დიალოგი, იმიტომ რომ ისინი სიცრუეს გვიმტკიცებენ. ჩვენ ამაში ეხლა სიამაყითა და ქედმაღლობით კი არ ვამბობ, მაგრამ ამაში წაგებულ პოზიციაში კი არ ვართ და ინტელექტისა და ცოდნის ნაკლებობას კი არ ვუჩივით ამ შემთხვევაში. ეს უბრალოდ შეუძლებელია, როდესაც ადამიანი ბნელზე ნათელს ამბობს და ნათელზე ბნელს, შეუძლებელია რომ ადამიანს იმაზე ეკამათო, რაც აბსოლუტურად ტყუილია. და როდესაც ჩვენ ახლა გვესაუბრებია რომ მაიმუნებზე, ზეზვაზე, მზიაზე, რაღაცა უცხო პლანეტელებზე და რაღაც კოსმოსიდან მოსულ რაღაცეებზე, ხო, და ევოლუციის რაღაც გაურკვეველ რომ მოლუსკი გახდა ძროხა და ძროხა იქცა ადამიანად და ასე შემდეგ. აი ესეთ სისულელებამდე როცა მიდის მეცნიერება და ამას მეცნიერება არ ქვია, ხო, რაღაც ფსევდო თანამედროვე რაღაცა ეშმაკის ხიბლი. აი აქედან გამომდინარე ჩვენ ბუნებრივია მათ ვერაფერს ვერ ვუმტკიცებთ, იმიტომ რომ ის სულ სხვა რაღაცას, იმიტომ მართლმადიდებლობაც ასეთი სარწმუნოება, ეხლა მე მართლმადიდებლობა, იმიტომ ვარ მე მართლმადიდებელი, რომ წამს რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი ღმერთკაცი. სრულად ღმერთი და სრულად კაცი და ეხლა ამის თუ ადამიანს არ ასწამს, მე ბუნებრივია არ მაქვს არანაირი მეცნიერული არგუმენტი, რომ მას თუ ის რწმენით არ მიიღო, რომ ეს დაუდასტურვა რა. და ასეა ეს ისტორიაც და ბუნებრივია, რომ ეხლა ვიღაცისთვის შეიძლება ჩანდეს, რომ ჩვენ წაგებულ პოზიციაში ვარ და სინამდვილეში უბრალოდ რწმენის არარსებობიდან მომდინარეობს ეს ყოველივე და მათთვის არის ეს ცუდი და ღმერთმა ყველა მოაქციოს რა ზიალაბარები, ხო? ინსტიტუტები მუშაობენ იმაზე, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო იპოვნონ. ეხლა მოსე 32 საუკუნის წინანდელი ადამიანია და ამ ხნის განმავლობაში ბიბლია იწერებოდა და წარმოვიდგინეთ გვაქვს ღვთისწყალობით რამდენი ნუსხა, რამდენი წიგნი, რამდენი ვერსია, რამდენი ენაზე და ვერ იპოვეს ურთიერთსაწინააღმდეგო, რომ ერთი მეორეს გამორიცხავდეს, გამიგეგასა. ეხლა ღვთისწყალობით ეხლა მსოფლიო საეკლესიო კრებებზე ბეჭეს დასმულია ეს წიგნი და როცა ვერ იპოვეს ურთიერთგამომრიცხავი, რომ ერთი მეორეს გამორიცხავდეს, ერთი წინასწარმეტყველი სხვა რამეს ამბობდა, ადგენენ და სულ თავიდან მოლოდი ტყუილია გამოაცხადეს, რომ ანუ შიგნით რომ თუ ურთიერთსაწინააღმდეგო არ ეთქვა და ჩვენი განცხადება არის ეხლა ადრეც გვითქვამს ეს ცხადია, კარგად გამიგეთ, მაგრამ ჩვენი განცხადება არის, რომ ამ ფუძე ერს საკუთარ თავს ეს ფუძე ერი მოიხსენიებს ასე ქორ საოცარი რამეა რა და ზუსტად ჩვენი ერის ეთნონიმიც ასე იწყება. ჩვენ ვართ ქარ, ანუ ქართველნი, ქორ, ანუ კოლხნი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა ქარ და ქორ და კოლ და გურო ერთი და იგივე, ამაზე ჩვენ გვისაუბრია და საქმე რა შემდგომარეობს, ახლა აი ქალდეა უკვე ამისი წინაპირობა და აი ქალდეა აქედან შექმნილი სიტყვაა და აი გეგა მოგახსენებთ თვითონ ქარზე რა გადმოცემები არსებობს, რა შეხედულებები არსებობს, რა ახსნები არსებობს
ასე შემდეგ თვითონ ქარ რას ნიშნავს და რას უნდა ნიშნავდეს და საიდან უნდა დარქმეოდა. იგი ქართული ენის ძიებითაც და წმინდა მამების სიტყვითაც, ხო და მერე ვილაპარაკოთ უკვე მის მყოფობაზე სხვადასხვა ადგილას. ხო, ძალიან საინტერესო ტერმინია. ქარ თვითონ ნუგზარმაც თავის გვერდზე სოციალურ ქსელში ამაზე გამოაქვეყნა წერილი, რომ ესე იგი ქართან დაკავშირებით ეს სულის მობერვა ამას ზოგმა ის ვერ გაიგო სამწუხაროდ, მაგრამ სულის მობერვა ზოგადად, აი მაგალითად, როდესაც წმინდა წერილში წერია, რომ ერთ პირი იყო ქვეყანა და ერთ ენაზე მეტყველი და სული ღვთისა იზროდა წყლებს ზემოთ. აი ბასილი დიდი მაგალითად ჰომილიები 6 დღისთვის არის ესეთი მისი წიგნი, განმარტებას აკეთებს შესაქმის 6 დღისა და აი იქაც ამბობს ბასილი დიდი, რომ ეს სული რომელიც იზროდა არის იმ ღვთის სულის გამოვლინება და იმ ღვთის სულის ასახვა წმინდა წერილში და ქარ ერი რომელიც თავის თავს ქარს უწოდებდა ჩვენ ასე აღვიქვით და ჩვენ ასე ვთვლით და ასე ესე იგი სხვადასხვა წყაროთა არგუმენტთა სიმრავლით მივედით იმ დასკვნამდე რომ ეს იყო ადამიანთა ის ხალხი ის ჯგუფი რომელიც ღმერთთან ერთობას ესწრაფოდა, რომელიც ღმერთთან კავშირში იმყოფებოდა. გოდოლამდე ერთ პირი და ერთ ენაზე მეტყველი, სანამ ღმერთს აუჯანყდებოდა, სანამ ის დაირღვეოდა ეს ურთიერთობა ღმერთთან, როდესაც ღმერთმა ენები და ერები დაშალა, აი როგორც ესაია წინასწარმეტყველი გვეუბნება ლუციფერის დამხობაზე, რომ როგორ ჩამოემხე ციდან მთიებოძე ოგანთიადისა, იმიტომ რომ ჩვენო თავი აღიმაღლე ღვთის წინაშევა, ესე როდესაც გაამპარტამდა ადამიანთა დიდი ნაწილი და დაიწყო გოდოლის მშენებლობა იმისთვის რომ თავი გაეტოლებინა უფლისათვის ღმერთმა მერე დასცა და დაამტვრია ეს გოდოლი და დაშალა ეს ხალხი და დაფანტა მთელს დედამიწაზე და აღრია მათი ენები და ერები მაგრამ ხალხი რომელიც ღმერთთან ერთგულებაში დარჩა სწორედ იმ ქარფუძეზე დარჩა იმ ქართველნი დარჩა და ეს ქართველნი არიან ადამიანები რომლებიც ეძიებენ უფალს და სხვა შორის მიტროპოლიტი იობის ერთ-ერთი ქადაგება გამახსენდა, როდესაც ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით, რომ მეუფე იობი ამბობს, რომ აიო ჩვენს წინაპრებსო, ქართველობა მართლმადიდებლობასთან გაიგივებული ქონდათო. ანუ ქართველობა ეს იყო ღმერთთან ურთიერთობის ფორმულაო ქართველი ადამიანისთვის ისტორიულად და აბოთბილელიც კი, რომელიც ინათლებაო მართლმადიდებელ ქრისტიანად, აბოთბილელი არაბს უწოდებენ ისმაიტელ ყოფილი აც ქართველი, ანუ ყოფილი არაბი, რომელიც გახდა ქართველიო და სწორედ ამ მიდგომით ბოლო ჟამს კვლავ გაერთიანდება კაცობრიობა ქართველ ერში მართალნი გადასარჩენი სულებიო ღირსი გაბრიელიც ამბობდა ამას ურგებაძე რომ საქართველოში ჩამოლენ ბოლო ჟამის მორწმუნეებიო ანუ ეს არის ზეიროვნული წოდება აი სწორედ იმ ფუძერის წოდება თუ შეიძლება ეს ასე ითქვას ეს ქართველობის ეს გააზრება რომ ეს არის ადამიანთა ის ერთობა რომელიც ღმერთთან ერთობაში მყოფობს ეს არის ყოველი მართლმადიდებლის და სულიერად ღმერთთან კავშირში მყოფი ადამიანების ერთობა და ამ ქართან დაკავშირება სულისა ეს ანუ სულიერი ხალხის ასე ვთქვათ სულზე ორიენტირებული ადამიანების სულიერ ცხოვრებაზე სასუფეველზე ღმერთთან ერთობაზე ორიენტირებული ადამიანების განსაზღვრება ეს ქართველი ხო ამის არგუმენტები და წყაროები მრავლად მოიპოვება სხვა ესე იგი წყაროში თუ ჩვენ ამას კომპლექსურად თავს მოუყრით და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ასე ვთქვათ რომ ეს ფუძეერი რომელიც დღეს არის ქართველი არის ის ზეიროვნული მოვლენა რომელიც თავის თავში მოიაზრებს სწორედ ღვთის სიტყვის დამოწმებას და ღვთის სიტყვის ქადაგებელი და ჩვენი პატრიარქის ხომ ამბობს ბოლო ჟამსო ქართველი ერი გახდება კვლავ ქადაგებელი ღვთის სიტყვისა და იოანე ზოსიმეს ამბობს ყველა ენა ამ ენით იმხილება არა იმიტომ რომ უმეტეს სხვათა ენათა ასევე ზოსიმეს სიტყვები იოანე ზოსიმესი რას ნიშნავს უმეტეს სხვათა ენათა ქართული ენა სხვა ენებზე უფრო ძველი რაზეც ზუსტად ვამბობთ ჩვენ რომ ეს არის ფუძე ერის ფუძე ენა რომელიც უფრო ძველია ასევე იმითი რა ქვია ქრონოლოგიურად როგორც ერია ფუძე ერი უფრო ძველი ქრონოლოგიურად სხვა ერებზე და ერი და ენა იდენტური ტერმინებია სადაც ერია იქ ენა სადაც ენა იქ ერია და თუ არის ფუძე ენა რომელსაც გააჩნია ფუძე ენაზე მეტყველი ხალხი ფუძე ერი თუ არის და მას ერთი ხალხი გააჩნია ანუ ერი და ენა რომელიც ფუძეთ აქ ბინადრობს და აქ ცხოვრობს ფუძე ქვეყანაში ეს არის უფრო ძველი ის ფუძე ქარ ენა რომელიც ღმერთთან ურთიერთობს და კვლავ ბოლო ჟამს ჩვენ გვწამს რომ კაცობრიობა ისევ ამ ფუძეს დაუბრუნდება
ისევ ამ ფუძე ენით მოხდება განსჯა, იმ ენით როგორც აი ზოსიმე წერს რომ ყველა ენა ამ ენით იმხილება. ანუ ქართული ენა ეს არის ენა რომელიც საფუძვლად უდევს კაცობრიობის ცნობიერებას. ფუძე ერი არის ის ერი რომელიც კაცობრიობის საფუძველში არსებობს დაშლამდე და დაყოფამდე. ესე იგი ეს არის ფუძე ერი, ფუძე ენა და ფუძე ქვეყანა, რადგან ახლა ნუგზარი უფრო რთულად განავრცობს და ეს არის ის ქარ, რომელსაც სულიერი დატვირთვა გააჩნდა და არა მხოლოდ ეთნიკური და კულტურული და ასე შემდეგ. ანუ ეს იყო ის სულიერი ფუძეერი, რომელიც ღმერთთან ყოფობდა, ღმერთთან ურთიერთობდა, ვიდრე გარკვეული ნაწილი მას ჩამოშორდა, რომელიც აუჯანყდა ღმერთს და დაიწყო გოდოლის შენებლობა ღმერთთან თავის გასატოლებლად. ანუ ეს იყო ის ლუციფერული მოვლენა, როგორც წეგან მოგახსენეთ ესაიას სიტყვები, რომ ღმერთთან გატოლებისა. და ვინც დარჩა ფუძეზე, ის მან მიიღო მერე ნათელი ქრისტესი და ის ერი არის ის შემნახველი ერი ამ სულიერი და ცნობიერებისა, რომელიც ბოლო ჟამს ანუ არის წინასწარმეტყველება რომ აუცილებლად განცხადდება, გაიხსნება და მართალნი კვლავ აქ დაბრუნდებიან, კვლავ ამ წიაღში ამ ფუძეზე და ქართულ ენაზე მოხდება სამჟავრო, ხო? ამას იოანე ზოსიმი ამბობს და აი სწორედ აქედან გამომდინარე, აი სულიერი საფუძვლებით ჩვენ მოგჩნია რომ ამ ყოველივეს აი ესეთი სულიერი საფუძვლები და ახსნები გააჩნია. გენაცვალე, გაგახაროს ღმერთთან. ძალიან დიდი მადლობა აი ამ ფორმულირებისათვის და ისევ რომ დაუბრუნდე იმ ჩვენ პირველ წინადადებას, რომ ეხლა დღეს ძალიან შებრალულია არსი და სიტყვა ქალდეა, აი რომ ჩაწერთ რამდენიმე საძიებო ველში, ისეთი მყიფე და ისეთი ღარიბი ინფორმაცია ამოვა და ხშირ შემთხვევაში დამაკნინებელი აი ამ არსისა და შეურაცხმყოფელი ხშირ შემთხვევაში და ძალიან ბევრი მეცნიერისგან გამიგონია და პირდაპირაც მოუწერია რამდენიმე მეცნიერს ჩემთვის რომ გაეშვითო რა ბმასო მაგ სიტყვასთანო მაგ არსთანო მაგ შინაარსთანო რა ის ქალდეა ზოგს შეიძლება ითქვას რომ სწყინს კიდევაც რომ აი ამასთან კავშირს პოულობთ ვრცელი წიგნი თუ გინდათ ამაზე იხილოთ მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის წიგნი იხილეთ ქალდეა და მე და გეგაც ახლა რაღაც დონეზე ვკადნიერდებით და ვცდილობთ მაღალ სიმაღლეებს დიდ სიმაღლეებს შევწვდეთ იმის გაგებით რომ ვაგროვებთ ინფორმაციას, ვაგროვებთ წყაროებს, მასალას და წიგნად გადაიქცევა, რომელსაც ქალდეველები დაერქმევა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩვენი შეხედულებით აი ამ პირველ ერს ქვია ქორ და მერე უკვე ხვდებით ეს დეარადან თეა თუ და ასე შემდეგ ქალდეა, კარდუ, ქართლი, ასე შემდეგ რა დაბოლოებებიც არის და ყველა ძალიან მიხარია რომ თანხმდებიან ლინგვისტები რომ კარდუ, ქართლი, კარდუქი, გორდი და ასე შემდეგ ერთი არსის, ერთი ტერიტორიის ამსახველი სიტყვაა. ნახეთ ახლა მე წარმოგიდგენთ ესეთ შესაბამისად ჯერ რუკას, სადაც აი მსგავსი ნიშანი, რომელიც აი აქ არის მოცემული, ნიშნავს ქალდეას. აი სადაც აი ეს ქ რო არის და წრეში რო არის ჩახაზული და როგორც მინიმუმ ადგან გვეგულება ჩვენ ახლა ქალდეა, მე ძალიან ჩქარჩქარად ჩამოვივლი ამას და მე უკვე დეტალურად განვიხილოთ. თან ამ რუკას ამ გადაცემის თავფურცელად დავდებ და სხვადასხვა რესურსებშიც გამოვაჩენ და ყველაზე მოგახსენებთ რომ აი აქ რო იყო ქალდეა, რას ნიშნავს, საიდან მივიდა და ასე შემდეგ. მოგეხსენებათ ახლა ბიბლიური გეოგრაფიიდან კარდუს მთასთან და არარატის მთასთან, ურარტუს მთასთან, ქართლის მთასთან, ნოეს მთასთან, ამას 50 სახელი აქვს. ამ მთას აქ გაჩერდა კიდობანი და უამრავ წყაროშია რომ გადმოდის შესაბამისად ამ კიდობნიდან ნოე, იმ ქვეყანას ქვია კარდუ, გორდიენი და ასე შემდეგ და მოგეხსენებათ რა ბმა არის ჩვენთან ჩვენი ამ ადგილმდებარეობისადმი. პირველი ქალდეა, როგორც უკვე ვთქვი, ეს იყო არარატის მთის კალთები და მეორე ქალდეა შეიძლება ითქვას. მეორე ქალდეა არის უკვე ადგან, ახლა მე კი მაგ აქ დანომრილი, მაგრამ თქვენ ეს არ იფიქროთ, რომ ნუმერაცია არის მათი წარმოქმნის. შესაბამისად აი ამ ხალხის გაზრდის შემდეგ უამრავი ადამიანი წავიდა შესაბამისად და ქალდეა არის ურმიის ტბის აღმოსავლეთითაც, სადაც სპარსეთია, სადაც მაგალითისათვის მიდეა იყო, სადაც ქალაქი მაკუ არის, სადაც თებრიზია, იქაც არის ქალდეა.
სხვათა შორის საიდანაც მრავალი შეხედულები და წყაროთი პირველ საუკუნეში წარმოგიდგენიათ იმ ეპოქიდან პირველ საუკუნეში მოვიდნენ მაცხოვართან მოგვები, რომლებიც ქალდეველები არიან და მათგან მინიმუმ ერთი, შესაძლოა ორი, ესენი არიან კასპერი, ბალთაზარი და მომიტევეთ დამავიწყდა. ისინი მოვიდნენ აი ამ მხარიდან, რომელსაც ქვია დღეს ურმის რეგიონი, სადაც ჩაედინება არაქსი. ქალდეა არის ურმის სამხრეთითაც საოცარი ქვეყანა და დღეს ცხოვრობს ადამიანები ცხოვრობენ, რომლებიც ამბობენ, რომ ქალდეველები ვარ და ქალდეველთა ეკლესიაა. ქალდეა არის თქვენ ხართ ჩემი ბატონი, სადაც არის ქალაქი მოსული და სადაც აი ერაყის ჩრდილო აღმოსავლეთში არის ქალდეა. სადაც არის ქალაქი ნისიბისი და დიარბაქირი, აქაც ქალდეაა და უამრავი წყარო გვაქვს, რომ აქ ქალდეა იყო და საიდან მოხდა, ამაზე უკვე სხვადასხვა წყაროებიდან მოგახსენებთ რა. ქალდეა არის იქ, სადაც აი მე და გეგამ ღმერთმა ხომ იცის, რომ აღმოვაჩინეთ ბიბლიიდან გამომდინარე და თვითონ აი მრავალელოვანი ბიბლიის ერთმანეთთან დადარებით, სხვადასხვა წიგნების ერთმანეთთან დადარებით, თარგმნებით, შესაბამისი ხო გენიოსი ადამიანები თარგმნიან სხვადასხვა ენაზე და მათ უნდა დავუჯეროთ რა. აი ამ სინონიმებში და ასე შემდეგ, აი მაგალითად როგორც ერთგან ქუში წერია, მეორეგან ეთიოპია წერია და ამ დროს ერთი და იგივე ქვეყნის ამსახველი სიტყვა ეს ორივე. ანუ ქალდეა იყო იქ, სადაც არის შანლი ურფა, სადაც დაიბადა აბრაამი, უეჭველი და ის არ არის ბასრელი და ნასირიელი, ის არის ხურითელი, ის არის მითანელი, ის არის ზემოშუამდინარელი, ის არის სადაც დღევანდელი შანლი ურფაა და 20 საუკუნის წინ და 17 საუკუნის წინ ედესა იყო. ქალდეა არის თქვენ ხართ ჩემი ბატონი, სადაც არის დღევანდელი სირია, ასე ვთქვათ, და აი მე და გეგა შემოგთავაზებთ იმ წყაროს, თუ სად მდებარეობდა ბაბილონის გოდოლი და ბაბილონის გოდოლიც ქალდეველებმა ააშენეს და ბაბილონის გოდოლი მცხეთური ხელნაწერი გვეუბნება კონკრეტულად სად არის. წარმოგიდგენიათ, მე მომიტევეთ მე და გეგა იმაზე ვწუხვართ, რომ რატო ჩვენ აღმოვაჩინეთ და რატო ჩვენამდე ადამიანებმა არ აღმოაჩინეს და კონკრეტულად გეტყვით, აი ამ მუხლს და თქვენიც წაიკითხეთ რა. წერია თუ არა მცხეთურ ხელნაწერში თუ სად იყო კონკრეტულად ბაბილონის გოდოლი. დიდი მადლობა წმინდა გიორგი მთაწმინდელს. შესაბამისად ქალდეა აუცილებლად იყო და დღესაც არის და როდიდან არის მაგას ახლა ვემოგახსენებთ, ეს არის ტრაპიზონის სამხრეთით ვრცელი რეგიონია, ქალდეას ეპისკოპოსოც იყო და სტრაბონი ამბობს, რომ მისობისას არის და როდინდელი ფუძე და კვალი აქვს, მაგასაც ამბობს სტრაბონი. შესაბამისად ეს ქარდუქი, ეს ვანის ტბის სამხრეთ აღმოსავლეთი, ესეც ქალდეაა და ის რომ დღევანდელ საქართველოში ესეთი სიმრავლეა ამ ტოპონიმის მსგავსი, ანუ ქალდეას მსგავსი ტოპონიმების სიმრავლეა, გვარების სიმრავლეა, სახელების სიმრავლეა და ასე შემდეგ, ეს იმისი ნიშანია, რომ ესეც ერთ-ერთი ქალდეაა. აი მაგალითისათვის სოფლები რო გვაქვთ ქალდი, ხალდე, გორდი და ასე შემდეგ, ეს ადამიანების გვარები რო არიან, ასე შემდეგ. ეს იმისი ნიშანია, რომ აქაც და ქართლი რო ქალდეა, ამაზე უკვე ძალიან დიდი ქართველები საუბრობენ, მათ შორის შესაბამისად უკვე ვახსენე, დღეს არ მიხსენებია წმინდა კირიონ მეორე საძაგლიშვილი. მე ახლა მინდა ბაბილონის ადგილმდებარეობაზე ახლა ვისაუბროთ თუ მერე ვისაუბროთ თუ მოდი ჯერ ჩამოვყვები ამას რა. ნახეთ, დავიწყეთ ძალიან მარტივია დღეს ისე არის გამარტივებული ბიბლიის კვლევა, რომ შეგიძლიათ იქ საძიებო ველში ჩაწეროთ სიტყვა ქალდეა და ნახეთ დაბადებაში მე-11 თავში, მე-4 მეფეთა, 24 თავში, 25 თავში, პირველი ეზრა მე-5 თავში, მეორე ეზრა პირველ თავში, მე-4 თავში, მე-6 თავში. იუდა მე-5, იობი პირველი, ესაია მე-13, 23, 43, 47, 48, იერემია 32, 35, 37, 50 თავები. თავების სახელწოდებას ვამბობ, მუხლებს აღარ ვამბობ. იეზეკიელი პირველი, მე-11, მე-12, მე-16, 23, დანიელი მეორე, მე-4, ამბაკუმი პირველი, საქმენი უკვე ახალ აღთქმაში, მე-7 თავი. შესაბამისად, ეს მარტო ბიბლიაში რო ხასიათდება ქალდეა ან ქალდეველები და ასე შემდეგ და ამითი ჩვენ ხვდებით რაღაც დონეზე
ხან ამ ადამიანების ხასიათს, ხან ამ ადამიანების განფენილობას, ხან ამ ადამიანების ადგილმდებარეობას, ხან რომელ ეპოქაში ეს ხო სხვადასხვა ეპოქის წიგნებია შეიძლება ითქვას, ავტორები არიან და ხვდები ძალიან ბევრი ინფორმაციას გვაძლევს. აი რამდენიმეს მოგახსენებთ კიდევაც. მერე არის უამრავი საერო მწერალი, ეს არის სტრაბონი, ეს არის პლინიუსი, ეს არის პტოლომეუსი, ეს არის ბეროუსი და ასე შემდეგ, რომლებიც მოიხსენიებენ, წარმოგიდგენიათ ამ ქალდეას მდებარეობას, მდგომარეობას ძველი ავტორები ჩამოვთვალე. მე უძველესი ავტორები ჩამოვთვალე აი ამ ჩემი წარმოდგენილი რუკის გასამართლებლად, შესაბამისად და დასამტკიცებლად არის დიდებული, ძალიან დიდებული მეცნიერი, მწერალი, საეკლესიო მწერალი, შეიძლება ითქვას და მკვლევარი და ისტორიკოსი პეტრე სოლიარსკი და იგი ამბობს ესეთ რაღაცას, რომ აი ზემოდან მთაგორიან შუამდინარეთს ერქვა ქალდეაო. აი უამრავ წყარო მოყავს იმას, კარგად გამიგეთ, ნებისმიერ ადამიანს უფრო კონკრეტულად მე მივაწვით და ზემოდან მთაგორიანი შუამდინარეთი, იცით რომელია? აი ერზრუმი მაგალითისათვის მთაგორიანია, დერჭანი, მუში, ასე შემდეგ, აი სადაც მოდის ტიგროსი და ევფრატი. ამ ქვეყნიური სამოთხის მდებარეობს. ხო, ამ ქვეყნიური სამოთხისაც ეხლა ნახეთ ძვირფასო მეგობრებო. მე და გეგა მარტო პოულობთ ამას, კარგად გამიგეთ, თორე რისი მათ უკვე აღმოაჩინეს და მათ იციან ეს და პროკოპი კესარიელი ამბობს, პროკოპი კესარიელი, გენიოსი, ისტორიკოსი, ისტორიის მამა, რომ შესაბამისად ტიგროსისა და ევფრატის სათავეები ერთად არისო. მერია გადაგდებული უეჭველი. ან შესაბამისად ტიგროსი კარსტრული მთების ქვეშ გადიოდა, გამიგეთ? და მერე დალუქულია და ეს წყალი გადაგდებულია. პირდაპირ წერია დაბადებაში ერთი მდინარე იყოფა 4 ნაწილად და იწერია რომ 4-დან ტიგროს და ევფრატს ერთი სათავე აქვს. მაგრამ პირდაპირ დაბადებაში წერია ჩვენ ნებისმიერ ადამიანს გთხოვთ რომ წამოყვევით და გაჩვენებთ ზუსტად ამ ადგილს, საიდანაც 4 მდინარე გამოედინება. გეოგრაფიულად ყველაფერს დაგიხაზავთ, დაგიხატავთ რა. რაც არის მოცემული დაბადებაში მერვე მე-14 თავში. მერვე მე-14 მუხლში, დაბადებაში მეორე თავში, მერვე მე-14 მუხლში. ერთი სიტყვით, აი სადაც ზემო შუამდინარეთია, ანუ სადაც კარი, ანუ ყარსი, სადაც ბასიანი, სადაც კარნუა, მერე იმის დაბლას წარმოიდგინეთ ვანის ტბის აღმოსავლეთი, აი აქ ცხოვრობდნენო თავიდან ქალდეველნიო, გამიგეთ და ეხლა მაგალითად ვიკიპედიაში რო შეიხედები, ესეთი რამე წერია რომ ერაყში იყვნენ და ესენი იყვნენ ჯადოქრები, მაგები, ზოგან მატყუარაც კი წერია, ზოგან შესაბამისად აი ესეთი რაღაცეები წერია ამ დიდებულ მოდგმაზე და დიდებულ ერზე შეიძლება ითქვას. და აი ამ ეს იყო არფაქსადის ქვეყანაო, წარმოგიდგენიათ, ანუ ნოეს შვილიშვილის ქვეყანა იყო. აი პირველი ეს ადგილი, ვანის ტბის დასავლეთი ადგილი, არფაქსადის ქვეყანა იყო და ეს იყო ქვეყანა არფა და ამას ერქვა არანაქიტისი. არფაქსადის ქვეყანა. შემდეგ უკვე ნაქორისა და თარას ქვეყანაო. ღმერთმა იცის რომ ეს ეხლა გავიგეთ რა, ეხლა გამვიგეთ, აი გვიან აღმოვაჩინეთ და მე და გეგამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბიბლიის კითხვით, ბიბლიის წიგნით, ბიბლიების დადარებით აღმოვაჩინეთ, რომ აი ამ რეგიონიდან არის წარმოშობით. რაღაც დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ქართული მიწაწყლიდან, ქართული სამყაროდან ნუ გაეღიმება ხალხს, რომ ვთქვათ, რომ აი ეს თარგამოსის მიწაწყალია. აი ეს 4 კუთხე, ორეთის მთა, ორეთის ზღვა, ქართლის ცხოვრების მიხედვით, შავი ზღვა, აი ტრაპეზუნთა და ლაზიკა და კავკასიონი, მთელი კავკასია არის თქვენ ხართ ჩემი ბატონი, თარგამოსის წილხვედრი, ხო? აი ამ ქვეყანაში სამხრეთ დასავლეთში ცხოვრობდა აბრაამის ოჯახი და არფაქსადის ქვეყანა. შესაბამისად და აქედან მიდის უკვე ჰარანში. ქვევიდან კი არა მოვიდა. ანუ აი აქედან გაემგზავრა ჰარანში სამხრეთისაკენ. ამას წერს აი პეტრე სოლიარსკიც, ძალიან დიდი ადამიანი. უამრავ წყაროს იყენებს, თქვენითაც მოძებნეთ რა. შესაბამისად ეს არის ქალდეველთა უძველესი მხარეო და მერე რას წერს ეს გენიოსი ადამიანი? ძალიან ლოგიკური რაღაცას წერს, რომ ეს ხალხები აი ამ ადგილიდან, აი მე მიმართულებებიც მაქვს მოცემული რა. ეხლა სამოთხის ბაღიდან კი გამოდის 4 მდინარე. სამოთხის ბაღიდან კი გამოდის 4 მდინარე, რომელიც პერშია.
ბაგრატიონების მამულშია. მაგრამ აი ამ რეგიონიდან გამოდის 6-7 მდინარე და აი ეს მაგალითად კელკიტის მიმართულებაა და აი ესე წამოვიდნენ ქალდეველები და ესე მოხვდნენ ტრაპიზონტანო. ეს მაგალითისათვის იგივე არაქსა და მტკვარს წამოყოლილი ადამიანები მოხვდნენ ქართლში მაგალითისათვის და აქედან ჩამოვიდა ეტიმოლოგია ქართლი. აი აქედან მაგალითისათვის ევფრატს წაყვნენ ეს ადამიანები. აი აქედან ტიგროს წაყვნენ ადამიანები და ეს გაიშალა აი ამ რეგიონში. აი ამ რეგიონში ახლა კიდე კაი იბერიასავით არ გაშლილა იქ იმაში იბერია გაცილებით გვიანდელია მაგაზე შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ და აი ქალდეა ფაქტია რომ ადგან ჩამოყალიბდა და ეს ტოპონიმები არის წაღებული ნახეთ ახლა სტრაბონი ხო მამა შეიძლება ითქვას ისტორიისა და ისტორიული გეოგრაფიისა სტრაბონი პირველი საუკუნის ადამიანია სტრაბონს მაინც აღიარებენ ხოლმე კიდე კაი მაგრამ ჩემო მეგობარო აღიარებენ კი როცა რაღაც ჭირდება და ნახე რა ხდება 40 დავითვალე როცა აი ძველი პლინიუსის შემთხვევაში პლინიუსის ისტორიის მამა პროკოფის შემთხვევაში სტრაბონის შემთხვევაში რომ კომენტატორები წერენ რომ პროკოფის ეშლება სტრაბონს ეშლება პლინიუსი თუ არ მოწონთ ეშლება გამიგეთ აი მაგალითად მილიონ ადამიანს ანერვიულებს ის ფაქტორი დღეს რომ სტრაბონი წერს რომ სადაც ედესაა და სადაც ტიგრანოკერტია და სადაც ზევგმა აი ამ ადგილას აი პრაქტიკულად ანტიოქიასთან რა ანტიოქიის ცოტა აღმოსავლეთით იქო იბერია იყო წერს ადამიანი და იბერია იყო და ის იბერია ჰაერზე არ უთქვამს ამ ადამიანს მე გადამწერებსაც ეშლებოდა თუ ერთ-ერთი გადამწერი გადახაზავდა მაგას რომ ნახავდა რომ სტრაბონს ეშლება და ეხლა 21 საუკუნეში და მე-20 საუკუნეში ამბობენ რომ სტრაბონს ეშლება სტრაბონი ნახეთ ესეთ რაღაცას წერს რა ლათინურად არის qui nun caldea halibes olim apela bantur მომიტევეთ ჩემი სუსტი ლათინურისათვის სტრაბონის ეპოქა ამბობს რომ ქალდეველებზე ადრე ხალიბები ერქვათო გამიგეთ ახლა კარგად ხალიბები და ქალდებიო ანუ სინონიმებია რა და მართლაც არ და ხალიბეთი სად არის უკვე ზუსტად ვიცით რა სტრაბონი წარმოგიდგენიათ რომ აი ქსენოფონტემ რო გაიარა 24 საუკუნის წინ აი აქედან იწყებს ხალიბებს დაახლოებით სადაც კარნუა და მერე ესე განფენილი ზოგი საქართველოსკენ ჭოროხის ხეობით და ზოგი კიდე ტრაპეზონთასაკენ და ისინიო ცხოვრობდნენო აი ამ არმენიის მთიანეთი დაერქვა მოგეხსენებათ იმიტომ რომ არმენია მოძლიერდა ეხლა ტიგრანოკერტის ეპოქაში ფაქტად დარჩება ნახსენებია და შავი ზღვისკენო მესხების და ტიბარენების მომიჯნავეები იყვნენო ქალდეველებიო სტრაბონი ამბობს ქსენოფონტე ნახულობს ესენი მე უკვე ამოვარჩიე ამოუკრიბე აი წარმოვიდგინეთ აი ამ წერლებისა რა ქსენოფონტე ნახულობს ქალდეველებს ქარდუქის მთიანეთში არმენიასა და ასურეთს შორის აი აქ ნახულობს რა ქალდეველებს ხო ხვდებით რა ადგილია რა ეს არის არმენიის მთიანეთი და აქ ასურეთია და აი აქო ქალდეველები ცხოვრობენო წერს ქსენოფონტე და არიანო მთის ხალხიო მამაცნიო მეომარნიო ფიცხნიო იარაღიანიო რაღაც დონეზე ახლა ყაჩაღებსაც ამბობს და აი ეს შესაბამისად რომლებიც აყაჩაღებდნენ სხვადასხვა ხალხებს და აი ესე აღწერს ქსენოფონტე კარგად გამიგეთ 24 საუკუნის წინ ახლა 24 საუკუნის წინ რა წინააღმდეგობები აქვს გამოვლილი ამ ხალხებს წარმოვიდგინეთ და მე აი ამბაკუმ წინასწარმეტყველი იგივე ხასიათს საწერს რასაც ქსენოფონტე ამბობს რომ ამბაკუმ წინასწარმეტყველი წერს რომ პირველი თავი მე-6 მუხლი დიდი 1-6-7 მუხლია დათმობილი ქალდეველებზე რომ რადგან აღძრავ ქალდეველებს ხალხს ფიცხელს და სასტიკს და მოივლიან მთელ დედამიწას ანუ ამბაკუმ წინასწარმეტყველი ამბობს ქალდეველებზე რომ აღძრავ ქალდეվել ხალხს ფიცხელს სასტიკს და მოივლიან მთელ დედამიწას იხილეთ რა თქვენს ეს მუხლი ამბაკუმი პირველი მე-6 საშიში და შემზარავნი არიან ისინი მათგან გამოდის მსჯავრი და სასჯელიო ამბაკუმი ამბობს ქალდეველებზე ჯიგზე უსწრაფესია მათი ცხენები და ამავდროულად იხილეთ ძალიან გთხოვთ იობი უკვე წარმოვიდგინეთ იობი აი პირველი 17 ეკავა არაბეთის ერთი ნაწილი აი ისევ ქალდეველებზე საუბრობს უკვე ტერიტორიაზე წარმოვიდგინეთ არაბეთის უდაბნოებში და ასე შემდეგ პტოლომეუსი ქალდეველებს უწოდებს ბაბილონელებს ვიდრე არაბეთამდე ნახეთ ეხლა
აი აქ წარმოიდგინეთ ბაბილონია, ჩვენ აი აქ მიგვაჩნია, ბაბილონის გოდოლზე ვისაუბრებთ მე და გეგა, შემოევლოს ჩემი თავი, აი ამ აღმოჩენისა და აი ამ წყარის პოვნისათვის და შესაბამისად უკვე აქაც აი აქ სამხრეთით, სადაც ერაყია, სადაც ასურეთია და ასე შემდეგ, იქაც ბაბილონელები ცხოვრობდნენ, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ქალდეველებმა და ცხადია ქალდეული სამყარო იყო მაშინ ნოეს მოდგმაც, იაფეტის, სემის მოდგმაც, ქამის და იაფეტის მოდგმა, როგორც მინიმუმ ბაბილონის გოდოლის დაქცევამდე და მე რამდენი დარჩა, ამაზე წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ. სამი დიდი გრანდიოზული ოჯახი დარჩა ამ ფუძეზე და აი წარმოქმნეს ეს 10 ქალდეა. ეს რაც პტოლომეუსი უწოდებს ბაბილონელებს ვიდრე არაბეთამდე, აი ბაბილონია არაბეთამდე სულ ქალდეველები არიანო. აი ესე ასევე პლინიუსი იმპერატორუს ჩალდეორუმ, ანუ არაბეთის უდაბნოებში ცხოვრობენო, პლინიუსი წერს და აი დამყარჩაღებლები არიანო და ესეთი მეომარი ხალხიო, ესეც პლინიუსიც ესე წერს. მე ესენი გაცილებით ბევრ ცნობას იძლევიან, მაგრამ მთავარი ფრაზები ამოვკრიბე. ბეროსის მიხედვით ეს შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიკოსია ქალდეველი ერისა და ქალდეველებზე საუბრისა, ძველი ეპოქისა, ძალიან ძველი, ალბათ 20-22 საუკუნის მწერალია. შესაბამისად, ანუ ბაბილონი ამ ქალდეველებს ხედავს ბაბილონიაში ბეროუსი, აქო წარღვნამდელ ეპოქამდე ჩამოყალიბდა ქალდეველი სამეფო და მრავალი ათასი წელი იარსება წარღვნის მერეცო. ბეროუსი წერს, წარმოგიდგენი, ანუ წარღვნამდე ხალხსო ქალდეველები ერქვაო. 22 საუკუნის ადამიანი ამბობს. ეს არის ქალდეველებზე ყველაზე დიდი ავტორი. ოღონდ ცნობილები ისტორიაში ეს ქალდეველები, კარგად გამიგეთ ახლა, მაშინ არც იყო რაღაც დონეზე ისტორია ბიბლიის გარდა და შუამდინარული ეპოსის გარდა. ოღონდ ცნობილებიო ისტორიაში ქალდეველებიო ბაბილონური სამეფო ნაბუქოდონოსორის ეპოქიდან გახდნენო. ისტორიაში მაშინ ჩდებიანო ქალდეველებიო და ეხლა ცხადია ნახეთ რამდენგან არის ქალდეველი, ეს ამას ერთი კონკრეტული მწერალი ამბობს. ასევე წმინდა წერილში ისაიასთან აი 47:1 და ეზეკიელთან 23:15 ესეთი რამე წერია, რომ ბაბილონი არის ქალდეას ასული. ანუ ბაბილონიც ქალდეას შვილიაო, გამიგეთ და ცხადია, რომ აბა საიდან უნდა წარმოქმნილიყო ეს რამდენი ერი, რამდენი ქვეყანა წარმოქმნა, მაგრამ ყველა იმ ფუძე ენასთან და ფუძე ქვეყანასთან და ფუძე ერთან ყველა მოწყვეტილია, კარგად გამიგე, ზოგი ექსპანსიის გამო და ზოგი მრავალი ცვლილების გამო. აი 5:15 იერემია 5:15 ქალდეველი უძველესიერიაო, პირველიერიაო. იერემია წინასწარმეტყველი ამბობს რა. ასევე ახლა ქალდეველები არიან მოგვები პირველი საუკუნის ეპოქაში, ამაზე უკვე ვთქვით და რის თქმა მინდა ახლა კარგად გამიგეთ რა. იქ ერთგან არის წყაროები, რომ აი ყაჩაღები ყოფილან რაღაცა ნაცვლი. ვაჟკაცი ხალხი იყო. მეორე სასტიკი, მესამე მაიც ხენოსანი, მეოთხე მიწათმოქმედი, მეხუთე შესაბამისად მშენებელი, მესე ვარსკვლავური ცხოველებად არის ზოგან მოხსენიებული, ზოგან მაგალითად იგივე ხალიბები რადგან არიან ეგენი, მეტალურგები არიან და კულტურის ცივილიზაციის მეომარი ვაჟკაცი ხალხი. შეიძლება ითქვას, რომ კაცობრიობა დააპურეს რა. კაცობრიობა გაანათლეს, ხო გამიგეთ რის თქმა მინდა და მე აი როგორ შეიძლება რომ აი ამ არს, აი ამ იმას მოვწყვიტოთ ჩვენი წარსული, გამიგეთ და რატომღაც ისეთი მე სიმახინჯეს დავარქმევდი იმ აზრს და დაარქვა უკვე მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ სიმახინჯე იმ აზრს, რომ თითქოს და მე-10 საუკუნეში, მე-11 საუკუნეში შედგა ქართველი ერი. ამ ენით, ამ ეკლესიით, ამ სივრცეებით მაგას უნდა ვებრძოლოთ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აი წეგან მე საუბრის დასაწყისში ვთქვი, რომ ჩვენ ამ ფუზერის თეორია ერთ-ერთი კიდევ გარდა იმისა, რომ მას ბიბლიას ამოწმებს, ძალიან მნიშვნელოვანი არის იმიტომ, რომ ჩვენ სამართალმემკვიდრენი ვართ ამ ყოველივესი, რაც ამ რეგიონზეა, რადგან ეხლა ნუგზარმა ისაუბრა. და როდესაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ მე-10 საუკუნეში რაღაცა მექანიკური, კოლექტიური რაღაცა კონგლომერატი ჩამოყალიბდა, მაშინ უკვე ყველას იქ დავით გარეჯს როგორც გვედავებიან ეხლა და არა მხოლოდ დავით გარეჯს, ასეთი პრეტენზია ძალიან ბევრი გაჩნდება. როდესაც ჩვენ დამახინჯებული ისტორიით ვიკვებებით და დამახინჯებულ ისტორიას საკუთარ
საკუთარ თავებსაც კი ვაძალებთ, რომ დავიჯეროთ და ჩვენ შვილებს ესე ვასწავლით, მაშინ უკვე მტერი ყველანაირად შეგვეწინააღმდეგება. ამიტომ აქვს ამ კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამიტომ უნდა მიეცეს ამისგან წახალისება სახელმწიფოს მხრიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ყოველივეს უმნიშვნელოვანესი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და მე მინდა რომ ჩვენ ეს ყველაფერი ყველამ ძალიან კარგად გავიაზროთ რა. ისიც კი მენანება, გეგა, ისიც კი მენანება, რომ 24 საუკუნის ერი ვართ, რაც დოკუმენტურად გვაქვს, მაგალითად 23 საუკუნის ერი ვართ, ქართლის ცხოვრებიდან, რომ შედგა, წარმოიდგინეთ, ეგრის წყალიდან ცროლის მთამდე და ტრაპიზონთა საკეთარი გაიკარა რკინისპალო, შესაბამისად ოფი, სურმენი, იქიდან მდინარე ბერდუჯისამდე ეს ქვეყანა ერთი ერი, ერთი ენა, ერთი სარწმუნოება, ერთი დამწერლობა, ისიც კი მენანება, რომ 24 საუკუნე ჩვენთვის ცოტაა რა. ხო ხდები რის თქმა უნდა და ეხლა გამოშთა რაღაც ხროვა, არ გაგიგონია მე-19 საუკუნის ერი. მე-19 მე მიშა სააკაშვილი 2003 წელს ჩამოყალიბდით ერათო მაგასაც. ხო და მე ვარო დამფუძნებელი ხო, მაგრამ ახლა სიგიჟებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება და არა, კარგად გამიგეთ ეხლა ისეთი მომენტია ზოგი ისეთი ადამიანი ამბობს ამას რომ გული დაგეწვება რა. გული დაგეწვება და ეხლა ჩვენ კარგად გამიგეთ აი ესე გაგვექცევა ხოლმე დრო. თქვენ უნდა ნახოთ მე და გეგა რო შევხვდებით ერთმანეთს ხან 3 საათი ისე გაგვეპარება ხო არავინ არ გოდოლის მშენებლობის ადგილზე თუ შეგვიძლია ორი სიტყვით რა. აბა მაშინ ორი სიტყვა თქვი, აი ადგილდებარე მე ერთადერთი იმას ვიტყვი ახლა გეოგრაფიულად რომ მიგახვედროთ რომ აი სადაც არის ალეპო, სადაც აი ეს მოვლენები ვითარდება სირიის ჩრდილოეთში და სადაც ანტიოქია იმის სამხრეთ აღმოსავლეთში, იქ იყო ბაბილონის გოდოლი და ეს იყო არა ბაბილონის ქალაქ ბაბილონის გოდოლი, არამედ ბაბილონიის გოდოლი. დანარჩენს ახლა გეგაგეთყვი ზუსტად 2 წუთი გვაქვს, თორე გადავაცილებთ რეგლამენტს რა. რეზიუმესავით ვიტყვი მოკლედ რომ ჩვენ წინა გადაცემებში ვთქვით 3 ოჯახი, 3 ხალხი დარჩა ამ ფუძერში, ეს იყო ქართლოსიანები, ნებროთიანები და არფაქშადიანები. ვისაც ეს თემა უფრო ღრმა დაინტერესებს, ჩვენ წინა გადაცემას მოусმინოს. და აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ არ მივდივართ გოდოლზე და ჩვენ არ ვიღებთ ამ ღვთის წინააღმდეგ ამბოხებულ პროექტში მონაწილეობას და ვრჩებით ფუძეზე, ფუძერში, ფუძეენაში და ფუძექვეყანაში. ჩვენ ვფიქრობთ და გვწამს, რომ ეს გვაკისრებს ძალისაებრ დიდ პასუხისმგებლობას ღვთისაგან, რომ ამაზე სხვადასხვა ხალხელმა მთავარ ეპისკოპოსმა მეუფე სპირიდონმაც მოკლედ გაკვირით რა ერთ-ერთ ქადაგებაში თქვა, რომ ჩვენი წინაპრები გოდოლზე არ ყოფილანო. და აი ამისი თქმა გარდა ისტორიული სიამაყისა, ჩვენ გვაკისებს იმ პასუხისმგებლობას, რომ აი იმ თანამედროვე მეძავ ბაბილონში, რასაც იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება ქადაგებს, კვლავ წინ აღვუდგეთ და კვლავ ვიყოთ ერთგულნი ქრისტესი, ვიყოთ ერთგულნი ჭეშმარიტებისა, კვლავ არ შევერიოთ იმ სოფლიო გლობალურ მართლობას, არამედ ყველას აქეთ მოვუხმოთ ღვთის ეკლესიაში, ღვთის სასუფეველში და ქრისტეს მაცხონებელ წიაღში. აი ეს მინდოდა. ძალიან დიდი მადლობა. შენ გენაცვალოს, ჩემი თავი. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ აი ამ რუკას და გეტყვით, რომ ღმერთმა ეს ქორ ფუძიანი ერი ეთნონიმში ქარ და ქორ და ქალ რო ფიგურირებს, ფაქტია რომ დაგტოვა ამ ადგილას და ნახეთ რამდენი კვალია. შემდეგ გადაცემაში იბერიაზე, იბერიის რაობაზე, იბერიის წარმოქმნაზე, სიტყვა იბერიის ტოპონიმზე, ეტიმოლოგიაზე, ეთნონიმზე ვისაუბრებთ და აი გავაგრძელებთ საუბარს. კიდე ერთხელ აი გოგო საიდან აღმოვაჩინეთ, როგორ აღმოვაჩინეთ და დიდი მადლობა ღმერთო, რომ აღმოვაჩენინა ბაბილონის გოდოლის ადგილმდებარეობა. კიდე ერთხელ გეუბნებით, ესეც აი მიჯნა თარგამოსის ქვეყნისა დაახლოებით და დაგისაბუთებთ საიდან მივედით ამ დასკვნამდე. მშვიდობა მოგცეთ, წარმატება მოგცეთ. დიდი მადლობა ძმობისათვის, გეგა. შენ გენაცვალე, ძვირფასო მეგობარო, კარგო ქართველო. ღმერთს დიდება და მადლობა ყველაფრისათვის, კარო ზანდეური. მშვიდობა. გაიხარეთ.